რამდენჯერ შეხვდი ისეთ ადამიანს, ვიზეც გიფიქრია, რომ ეს სულ ფანტაზიებშია, სულ რაღაცას წარმოიდგენს. ან მაგალითად ისეთ გარემოში, სადაც სხვაზე ყვებოდნენ, რომ ხო, თავის სამყარო აქვს, ესეთია. ან მაგალითად ავიღოთ უკიდურესობა ამ ამბის, რომ ისეთი ადამიანი, ვინ შენ გინახავს, შეხვედრი ხარ, ან საუბარში მოგისმენია, რომ სულ საქმეშია, სულ რაღაც გეგმებშია, სულ აი ამ ყოველდღიურობის თემებშია, რომ დილას საღამოშუა დღეს რა უნდა გააკეთოს, კვირის ბოლოს, თვის ბოლოს და აი სულ აი ამ მიწიერ ამბებში არის, ყოველდღიურ ამბებში არის, აი მოსასწრები რომ არის, გასაკეთებელი რომ არის, გაკეთებადიც არის. მარტივი არ არის, რა თქმა უნდა, რთულია, მაგრამ რაღაც განსაკუთრებული შემოქმედებითობა თითქოს არ სჭირდება ამ ყველაფერს. მინდოდა ძალიან რომ წარმოსახვაზე გამეზიარებინა თქვენთვის ინფორმაცია და სხვა კუთხით გეგმავდი, მაგრამ აი სესიებიდან, კოუჩინგის სესიებიდან ხო ცოცხალი პროცესი მოდის და ზუსტად კვირანახევრის შუალედში დაემთხვა ორი განსხვავებული კლიენტის თემები, რომლებიც ზუსტად ამას უკავშირდება სხვა კუთხით, ამიტომაც გაგიზიარებთ და ამ თემებს ერთად გავაერთიანებთ. ერთ-ერთი სესიის დროს მეუბნება, რომ აი ეს თუ ვთქვი, აღარ ახდება, გამორიცხულია, აღარ შემისრულდება, აღარ გამოვა. ამიტომაც არ ვიტყვი. და ეს იყო რა თქმა უნდა სხვა კუთხით ნათქვამი და ზუსტად ერთი კვირა თუ კვირანახევარი იყო გასული, მეორე კლიენტი ამბობს, რომ შემოქმედებითი ადამიანია და არ დავასახელებ რა მიმართულებით, შემოქმედებითი ტიპია და აი როცა წარმოვიდგენო, აი ამ რაღაცას რომ ვაკეთებო, მე აღარ ვაკეთებო. წარმოვიდგენ, მაგრამ რეალობაში ვერ გადმომაქვს, არ გადმომაქვს. ის რჩება იქ. სინამდვილეში ყველაფერი ეს უკავშირდება ერთმანეთს. თუ რომელიმე მაინც გაგიგია, გადაგხდენია, საკუთარ თავზე გიფიქრია, სხვაზე გიფიქრია, აუცილებლად დაგაინტერესებს ეს ვიდეო. წარმოსახვა არის ძალიან დიდი მნიშვნელობის ჩვენი ფსიქიკისთვის. აქ ხდება მთელი ამბები. აი რომ წარმოვიდგინოთ დაახლოებით აი კოსმოსში რო რაღაც აფეთქებები ხდება. სპეციალურად არ არის დამატებული აქ რაღაც ვიზუალური ამბები. ჩვენით წარმოვიდგინოთ, ჩვენ როგორ წარმოგვიდგენი. აი დაახლოებით ესეთი ამბავია. ხშირად ვსაუბრობთ, ხო? აი წინა ვიდეოები, ვისაც გაქვთ ნანახი, რომ რა მინდა, ამაზე პასუხი არის უმნიშვნელოვანესი, რომ ვიცოდე რისკენ მივდივარ, რატომ მივდივარ, რა მინდა, რას ვემსახურები საერთოდ. ჩემი სურვილი რა არის? აი წარმოსახვა არის ზუსტად ის, თუ როგორია ის, რაც მე მინდა. და ამ პროცესში წარმოსახვას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, იმიტომ რომ პასუხი კითხვაზე როგორია, ეს რაღაც როგორია, რაც მე მინდა, არის ჩვენი წარმოსახვა. როდესაც წარმოვიდგენთ, რომ კი ეს მინდა, მაგრამ როგორია ეს რაღაც, აი იდეალური ამ რაღაცის როგორია სინამდვილეში, ჩემთვის როგორია, რა თქმა უნდა, მე როგორ წარმომიდგენია, ჩემთვის როგორია ეს რაღაც და წარმოვიდგენთ. ხშირად უნდა წარმოვიდგინოთ, იმიტომ რომ ეს არის რაღაც ვიზუალური მაჩვენებელი ჩვენთვის რა მინდა, რისკენ მივდივარ. და ფაქტობრივად უკვე წინასწარ ვიცით, რა არის ის, როგორ მივხვდები მე იმ რაღაცას, რომ ეს მინდოდა, თურმე უკვე იქ ვარ, რაც მე მინდოდა, უკვე წარმოდგენილი მაქვს. რაც მარტივი არ არის, რა თქმა უნდა, ჩვენ რაზე ვსაუბრობთ სულ, ყოველთვის ეს მოითხოვს დიდ შრომას, მზაობას და ასე შემდეგ. პიროვნულ მზაობას აუცილებლად. წარმოსახვა ეს არის კითხვაზე პასუხი, როგორ, რაც მე მინდა, როგორია ის. ამიტომ რაც უფრო იდეალურს წარმოვიდგენთ, ჩვენ ვიცით ამ ყველაფრის იდეალური სახე.
მაგრამ როგორ უკავშირდება ეს ყველაფერი აი იმ თემებს, რაზეც ვსაუბრობდით და რამდენჯერ პირადად მე ძალიან ბევრჯერ გამიგონია რომ აი ეს კი მინდა ძალიან, მაგრამ აი არ გეტყვი, აი შენ კი ჩემთვის ძალიან ძვირფასი ხარ, ისეთ კარგ რაღაცას გეგმა, მაგრამ აი არ გეტყვით, არა ხო იცი, მე აღარ მოხდება, მე აღარ შემისრულდება და ნუ ესეთი თემები. როგორი პროცესი მიმდინარეობს სინამდვილეში ამ დროს ფსიქიკაში. როდესაც რაღაცას ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანს წარმოვიდგენთ, ჩავთავთ ფანტაზიას და უკვე ჩვენს წარმოსახვაში ეს სურათი შეკრულია, როგორია, რა არის, რა ხდება, რას ვაკეთებთ, ასე შემდეგ. რაღაც დოზით ჩვენი ფსიქიკა კმაყოფილდება. რაღაც დოზით იმ პატარა ბედნიერებებს იღებს. ამიტომაც მე თუ ბევრჯერ წარმოვიდგინე, ეს რაღაც სიამოვნება მიეწოდება, რომ თითქოს ხდება, თითქოს უკვე მოხდა. ახლა წარმოიდგინეთ, სხვას რომ ვუზიარებ და ბევრჯერ რომ ვუზიარებ და ვყვები და ეს მიეწოდება და ამ დროს თუ ძალიან გააზრებული არ გვაქვს და როდესაც ძალიან გააზრებული გვაქვს უკვე ვიცით როგორ ვიქცევით, თითქოს ნაბიჯებს აღარ ვდგავთ, რომ ამ ჩვენს იდეალურ წარმოსახვამდე, იდეალურ სურათამდე მივიდეთ. რაღაც 15ჯერ გავიფიქრე, 20ჯერ მოვყევი, უკვე მსიამოვნებს, უკვე კარგად ვარ, უკვე აქ მიეწოდება იგივე დოზით, არა რა თქმა უნდა, მაგრამ ისე რომ რაღაც კმაყოფილება იქნება, რაღაც ბედნიერება, სიხარულები იქნება უკვე. ამიტომაც ტემპი ვარდება. ნაბიჯების გადადგმა ისე აღარ მიყვება და მერე ვამბობთ, რომ აი ვთქვი და აღარ მოხდა. აი ბევრჯერ მოვყევი და აღარ გამოვიდა მერე. ამიტომაც როდესაც რა თქმა უნდა აი კიდევ ერთხელ უსვამ ხას რომ ეს არის რთული პროცესი, მოითხოვს შრომას, მოითხოვს მზაობას, მოითხოვს ძალიან დიდ სურვილს, რომ როდესაც ჩვენ წარმოვიდგენთ და სესიების დროს ეს რა თქმა უნდა არის მთელი რიგი პროცესი, მთელი რიგი ნაბიჯებისგან შედგება, რას როგორ ვაკეთებთ, რომ როდესაც წარმოვიდგენთ, მე რა ნაბიჯებს ვდგავთ. როდესაც დავსხდებით, რაღაც ჩვენთვის ვართ, მოვიფიქრეთ, წარმოვიდგინეთ, აი იმ იდეალურ სურათში ვარ, სწორედ ამ დროს აქვე უნდა დაგეგმო, რა ნაბიჯებს ვდგავ. გადმოხვიდე რეალობაში და ახლა რას ვაკეთებ? ჯერ რას ვაკეთებ? იქ რომ მივიდე, იმ ჩემთვის ძალიან სასურველამდე რომ მივიდე, ჯერ რას ვაკეთებ? მერე რას ვაკეთებ? და ასე ნელა იმ სურათს უახლოვდები. ერთია რეალობა, როცა აი ესეთი წარმოსახვების და წარმოდგენების გარეშე ვცხოვრობთ და უნდა გაიხსნას ფანტაზია აუცილებლად. აქ ორი აზრი არ არის. მივცეთ უფლება საკუთარ თავს, მიეცი უფლება საკუთარ თავს, რომ წარმოიდგინო შენს წარმოსახვაში შექმნა რაღაც სურათი, რაც შენთვის იდეალურია, რაც ძალიან გინდა. მიეცი თავისუფლება, რომ იგრძნო შენს ფსიქიკაში ეს როგორია ეს. მეორე შემთხვევაში, თუ ისედაც ძალიან მიყვარს ჩემს ამ ფიქრებში ყოფნა, გინდა ერთი ტიპაჟი ვიყო, გინდა მეორე ტიპაჟი, აუცილებლად ვიცოდე, ამ სურათამდე როგორ უნდა მივიდე. აი ეს ჩემი წარმოსახვით რაც შევქმენი, რაც კი ვიცი რა მინდა, ვიცი უკვე როგორია. როგორ მივდივარ? პირველ ნაბიჯს რას ვდგამ? როგორ და როდის? როგორ ვუახლოვდები ამ ჩემს იდეალურ სურათს, რაც მე მინდა. და მე უკვე როცა ძალიან კონკრეტულად იცი როგორია და რას აკეთებ, უკვე ნელა უახლოვდები. რამდენ ადამიანსაც გინდა მოუყევი. თავარია ისეთ ადამიანს მოუყვე, ვინც შენ ასევე, როდესაც დადებიც გასცემ,
დადებიც გაგიზიარებს. ემოციას მიიღებ იმას, რაც შენ გჭირდება. დანარჩენად ყველაფერი არის შენს ხელში. ამიტომაც, როდესაც ვიდეო დასრულდება, როდესაც გადაწყვეტ, რომ შენთვის კომფორტულად ხარ, უკვე იცი რა გინდა, წარმოიდგინე, თუ გინდა თვალებით დახუჭე, თუ გინდა მოდახუჭავ, შენი სურვილია, შენ როგორც გეკომფორტულება. წარმოიდგინე, როგორია ეს იდეალური რაღაც, რაც შენ გინდა, შენს წარმოსახვაში როგორია. აუცილებლად წარმოიდგინე, მიყევი, იგრძენი ეს ყველაფერი კარგად. რა ხდება, რა საკეთებ, როგორ ხდება ეს ყველაფერი? და აი, ემოციით რო აივსები, რო გრძნობ, რომ კი იქ ხარ. რა კარგია თურმე. მაშინვე დაუბრუნდი შენს ამჟამინდელ მდგომარეობას, შენს აწმყოს და დაგეგმე. როგორ მიდიხარ ამ იდეალურ სურათამდე? პირველ ნაბიჯს რას დგამ? მეორე, მესამე ნაბიჯი, ასე შემდეგ. რა გზას გადიხარ იმისთვის, რომ მიუახლოვდე, მიხვიდე იმ შენს იდეალურ წარმოსახვამდე, იდეალურ სურათამდე. რაც შენ გინდა, რაც შენია, რაც მხოლოდ შენია და შენთვის არის იდეალური ის სურათი. იმ რეალობაში ყოფნა, რომელი რეალობის შექმნაც შენ თვითონ შეგიძლია. იმედია საინტერესო იყო ეს ვიდეო, იმედია შენთვის საინტერესო ინფორმაცია მიიღე, რომ მაქსიმალურად აიღო პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე და ანებოსხებს თავი, რომ ამას რო უთხარი, ცუდი ფეხი ქონდა, იმას რო უთხარი, რაღაც ისე გამოვხედა, რაღაც დღე იყო, რაღაც ამინდი იყო. შენ ქმნი შენს იდეალურ სურათს, შენ ქმნი საკუთარ წარმოსახვას და შენს წარმოსახვაში იცი ის რაც გინდა, როგორია და უბრალოდ დაგეგმე, როგორ მიდიხარ, რა ნაბიჯებს დგამ, ყოველდღიურობაში რა საკეთებ ამ ყველაფრისთვის, რა დროში აკეთებ, როგორ აკეთებ, ვისთან ერთად აკეთებ. ამას სჭირდება ბევრი შრომა, როგორც ყოველთვის გიზიარებთ ზაობა, საკუთარ თავთან საუბარი, იმიტომ რომ მხოლოდ შენ იცი რა გინდა, როგორია ეს შენთვის წარმოსახვაში, ეს იდეალური სურათი, შენთვის როგორია. და შემდეგ შენი შესაძლებლობები, შენი სიტუაცია, შენი ყოველდღიურობა როგორია. რა ნაბიჯები უნდა გადადგა? დროის რა მონაკვეთში, რა ვადაში. ეს იცი მხოლოდ შენ. ამიტომაც შენს ხელთ არის ყველაფერი, შენს ხელთ არის ბერკეტი, რომლითაც მიდიხარ შენს წარმოსახვამდე, სადაც შექმენი შენი ცხოვრების რაღაც იდეალური სურათი და სურათები. ამიტომაც დაიწყე, გააგრძელე, მიყევი, ეს პროცესი მუდმივად გრძელდება. ერთ სურათს მეორე მეყვება, მესამე და ასე შემდეგ. მადლობა დიდი მოსმენისთვის. მადლობა.